მოგესალმებით ექსპრეს საჯარო გაშლა თემით რა სიახლე მოგიკაკუნებთ კარებზე სულ მალე. მოდით ვნახოთ რა სიახლე მოგიკაკუნებთ სულ მალე კარებზე ჩემო ძვირფასებო. ასევე არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ მზის ადამიანის YouTube არხი. ძალიან გამახარებთ თქვენი აქტიურობით, თქვენი კომენტარებით. და რამდენი წელიც უნდა გავიდეს იცოდეთ რომ ყოველთვის ძალიან დიდი სიყვარულით და ინტერესით ვეცნობი თქვენს კომენტარებს, იმიტომ რომ არასდროს არ დავიხლები პირველ რიგში მადლიერებით, რომ Facebook-ზეც სამდენი ვართ, YouTube-ზეც ნელ-ნელა ვიზრდებით, YouTube არხზეც და მადლიერებით იმიტომ რომ ბევრი წელი ერთად მოვდივართ და კიდევ ბევრი წელი წამოვალთ ერთად ერწყმებული ვარ. მაშასადამე რა მოგიკაკუნებთ სიახლე ნებისმიერი თემა განიხილება. მეგობრებო, აქ არ ვართ მხოლოდ ორიენტირებული აუცილებლად პოზიტიურზე ან ნეგატიურზე, რაც ამოვა სიახლე უახლოეს მომავალში. ამ ინფორმაციას წავიკითხავ თქვენთვის. სამი ვარიანტი არის სულ. როგორც ხედავთ, პირველი, მეორე, მესამე და გამოვიყენოთ ნატურალური ქვები, იმისთვის რომ უფრო მარტივად ორიენტირდეთ. პირველი ვარიანტი გექნებათ ციტრინი. მეორე ვარიანტი გექნებათ მთისბროლი და მესამე ვარიანტი გექნებათ წითელი იასპი. ესეთი სამი ვარიანტი არის თქვენს წინაშე. იმედია სამივე ვარიანტი ძალიან კარგად ჩანს და კარგად ხედავთ. ციტრინი, მთისბროლი და წითელი იასპი. კარგად დააკვირდით ახლა სამივე ვარიანტს, კარგად შეიგრძენით, კარგად დააფიქსირეთ, კარგად შეხედეთ სამივე ქვას და რომელი ვარიანტიც ყველაზე მეტად მიგიზიდოთ, ესე იგი ის სიახლე გეკუთვნით თქვენ. მე კი ვიწყებ პირველი ვარიანტით. დავიწყეთ მაშასადამე პირველი ვარიანტი, გავასწორებ ფოკუს. ციტრინი ვინც აირჩია, ნახოთ რა სიახლე გელოდებათ სულ მალე. არკანი კოშკი, ძალიან კარგი არკანია. მიყვარს ამ არკანის ვიზიტი, იმიტომ რომ ეს ნიშნავს იმის, რომ თქვენი ცხოვრებიდან მიდის ყველაფერი ზედმეტი და ყველაფერი არაჯანსაღი, რაც კი არ გაძლევდათ იმის საშუალებას, რომ დაგეტოვებინეთ კომფორტის ზონა, ყოფილიყავით ილუზიებში, ყოფილიყავით საკუთარი თავის მოტყუებაში და ყოფილიყავით იმაში, რაც ხელს გიშლით საბოლოო ჯამში, რომ თქვენი შინაგანი პოტენციალი, ძალა და ენერგია გამოავლინოთ და განავითაროთ შემდგომ კიდევ უფრო მაღალ ეტაპებზე, ხო? იმიტომ რომ ის რაც მიდის ჩვენი ცხოვრებიდან, ის რაც ინგრევა, ნიშნავს რომ გვიპატარავდება. ნახოთ რა შეხება პირველი ვარიანტი, ეს სიახლე, რა შეხება თქვენი კოშკი, რა ინგრევა. შვიდიანების პენტაკლები ინგრევა, ერთგვარი მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, თუ კი რაიმეს ელოდებოდით, ამ ხნის განმავლობაში ცვლილებებს ელოდებოდით, მიხვდებით რომ ამ ყველაფერს აზრი არ აქვს პირველ რიგში და მიხვდებით იმას, რომ ამით მხოლოდ დროს კარგავთ, ამით მხოლოდ ესე იგი ის შედეგი, რასაც ელოდებოდით, მიხვდებით რომ არ დგება ეს შედეგი, ან დადგა აბსოლუტურად სხვანაირი, ვთქვათ, მოლოდინი ერთი იყო და შედეგი აბსოლუტურად სხვა, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ის რაც დათესეთ და გეკონათ რომ მოიმკიდით, იმას ვერ იმკით, იმიტომ რომ აშკარად არასწორ ადამიანებში, არასწორ ადამიანებში, არასწორ რეალობებში დათესეთ იქ, სადაც უბრალოდ ძალიან მშრალი და ძალიან არა სიცოცხლის უნარიანი მიწაა ჩემო ძვირფასებო. და რას ეხება შვიდიანების პენტაკლები, არკანის სამყარო აბსოლუტურად შეიცვლება და ესე იგი თასების რაინდი აბსოლუტურად შეიცვლება. სიახლე ის არის, რომ ასეთი მკვეთრად მოხდება თქვენს გონებაში გარკვეული გამონათება და ეს გარკვეული გამონათება შუქი მოახდენს ძალიან დიდ ტრანსფორმაციას თქვენში და მიხვდებით, რომ ნეტავ აქამდე აღარ ქონოდა რაღაცა ცრუმოლოდინები და აქამდე მიმხვდარიყავი
ესე იგი ამ ტყუილი ლოდინის და ტყუილი ჩემთვის სასურველი შედეგების დადგომის მდგომარეობას, იმიტომ რომ არკანი თასების რაინდი სამყაროსთან ერთად აჩვენებს იმას, რომ თქვენში გამონთავისუფლდება ზუსტად ის დაბლოკილი სიყვარულის პოტენციალი, შემოქმედებითი მუზა, რა ვიცი, ყველაფერი აბსოლუტურად რაც თქვენს პირად პოტენციალს შეეხება, ხო? რასაც სჭირდება გაღვივებას, სჭირდება სიყვარული, სჭირდება მზრუნველობა და მიხვდებით პირველ რიგში საკუთარ თავთან უნდა გააკეთოთ და საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მიხვდებით რომ ის რასაც ელოდებოდით იყო ძალიან დიდი სიცრუე, ის რასაც ელოდებოდით იყო ძალიან ასე იგი სიცრუე და იყო არასაჭირო და არასწორი მოლოდინები, მოდი ასე ვთქვათ, არასწორი რეალობისგან, თქვენთვის არასწორი რეალობისგან არასწორი მოლოდინები გქონდათ. და აი ეს მოლოდინები ჩამოიშლება და აბსოლუტურად სხვანაირად დაინახავთ სამყაროს და ხაცა თქვენთვის ყველაფერი ძალიან გასაგები გახდება და ეს გასაგები მდგომარეობა მოგცემთ იმას, რომ შეივსებით აბსოლუტურად სხვა ხარისხის ენერგიებით და შეივსებით აბსოლუტურად სხვა ხარისხის მდგომარეობით, რომელსაც ქვია საკუთარი თავის სიყვარული პოტენციალის გამომჟღავნება ამოტანას ზედაპირზე, რასაც აქამდე ბლოკავდით შემოძვირფასო პირველ ვარიანტო, ასე რომ დაელოდეთ, მალე დადგება ეს პერიოდი, მე ვფიქრობ, შესაძლოა უკვე ვიღაცა გადიოდეს კოშკის ენერგიებს, ასე რომ სრულდება ეს ყველაფერი. სრულდება და ხდება თქვენი გამონთავისუფლება აბსოლუტურად საერთოდ სხვა ლეველზე გადადიხართ შემოძვირფასებო. ეს შეიძლება აბსოლუტურად ტრანსფორმაციას ეხებოდეს არა მხოლოდ ფსიქოემოციონალურ, მენტალურ დონეზე, არამედ შეიძლება ადგილმდებარეობის შეცვლასაც კი ნიშნავდეს, ანუ ზოგადად ერთი წერტილიდან მეორე წერტილში გადასვლას, როგორც კვანტურად, ასევე ფიზიკურად. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ცვლილებები გარდაუვალია. მაშასადამე მეორე ვარიანტი, მთისბროლი ვინც აერჩიათ, თქვენ რა სიახლეებით იახლოვდებათ. ათიანების კვერთხები, სიახლეების რა გითხრათ, შეიძლება ესეთი დიდად სასიამოვნო სიახლეები უახლოეს მომავალში, ანუ ესეთი იქნებით ძალიან გადატვირთული პირველ რიგში და რჩევა მინდა მოგცეთ მეორე ვარიანტი, იმიტომ რომ მე თვითონ თავად ვარ ასეთი ადამიანი, დასვენება არ ვიცი და როცა ვზივარ და ვისვენებ, მაშინაც ვერ ვისვენებ, მძინავს და მაშინაც გვიტყვინი ფიქრობს და სხვაგვარად ძალიან არაკომფორტულად გრძნობ თავს, თუმცა რეალურად იმასაც ვხვდები, რომ სხეულს დასვენება სჭირდება, რა თქმა უნდა, უახლოეს მომავალში ის სიახლე არის, რომ ბევრ რაღაცას აიღებთ საკუთარ თავზე ვალდებულებებს, მე ვფიქრობ, რომ თქვენ უბრალოდ ასეთი ადამიანი ხართ. ასეთი ადამიანი ხართ, არიან რა ასეთი ადამიანები, რომლებიც შეიძლება თქვენს გარშემო გეხმარებოდნენ გვერდით, გედგნენ ადამიანები, ან შესაძლოა არც გედგნენ, მაგრამ მიჩვეული ხართ, რომც გედგნენ, მიჩვეული ხართ, რომ თქვენით გააკეთოთ ყველაფერი და თქვენით მართოთ, ხო, იმიტომ რომ ფიქრობთ, რომ თქვენსავით თქვენ საქმეს ისე კარგად და ისე გულიანად ვერ შეასრულებს, როგორც ეს თქვენ გინდა და თქვენ შეგიძლიათ. ანუ უახლოეს მომავალში ეს დატვირთვა ჩანს ნამდვილად ათიანების კვერთხები, მაგრამ ათიანების კვერთხები არის ფინალური არკანი და ვფიქრობ, რომ რაღაცა საქმეს გაიყვანთ ბოლოში, რასაც ამდენი ხანია მხრებით წევთ, ატარებთ და ნახოთ ეს ყველაფერი რას ეხება ათიანების კვერთხები, რას ეხება მეორე ვარიანტის ათიანების კვერთხები, რას ეხება ხმლების მეფე, რვიანების პენტაკლები და არკანი იმპერატორი ქალი. და არკანი მთვარე.
არკანის სულელი რაღაც გაუგებრობები დამთავრდება, შემიძლია გითხრათ და აბსოლუტურად ნახეთ როგორი რაღაც არის, რაღაცა რუტინული სიტუაცია, რომელიც აქამდე გამძიმებდათ და არ გაძლევდათ საშუალებას, რომ თვალებიდან გამოგეხედათ, მოდი ასე ვთქვათ და უფრო მეტად, ანუ მიხვდებით, რომ პასუხისგებლობები თქვენზე იყო აღებული, ვიდრე მაგალითად თქვენს პარტნიორზე თუნდაც, თქვენს გვერდით მყოფ ადამიანზე, ადამიანებზე, ხო, ამას მიხვდებით რა, რომ ეს არის რაღაცნაირი რუტინა და მიხვდებით, რომ ყველაფერი, იცით როგორი რაღაც არის მეორე ვარიანტი, თქვენ ხართ ისეთი ადამიანი, რომელიც ხვდება, რომ ყველაზე ბევრს აკეთებს, შესაძლებელია, მაგრამ თან ან არ შეუძლია თხოვნა, არ შეუძლია სხვების შეწუხება, ან რაღაცნაირად, იცით რა არის, იმდენად მიჩვეულია შესაძლოა ის სხვა ადამიანებისგან აი ამ რაღაცა უღიმღამო დახმარებას, მოდი ასე ვთქვათ, ხო, რომ აი ურჩევნია თვითონ გააკეთოს და აქ სიახლე ის არის, რომ ნამდვილად მიხვდებით, რომ რაღაცები აღარ გაწყობთ და აღარ მოგწონთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ ყველაფერს აუცილებლად შეცვლით რა, იმიტომ რომ მიხვდებით, რომ სტატუსი, რა სტატუსაც თქვენ ატარებთ, ხო? წესით ხვდებით, რომ ძლიერი ქალი ხართ, რატომაც მინდა ვთქვა ქალი, ძლიერი ადამიანი ხართ, მაგრამ სიახლე არის ის, რომ რაღაცნაირად დაიღალეთ და ხვდებით, რომ თქვენი სტატუსი და ის, რაც გინდათ, რომ გქონდეთ და ის, რაც არის რეალურად არ შეესაბამება ერთმანეთს და სიახლე არის ის, რომ რაღაცნაირად საკუთარ თავში ძალიან ბევრ რაღაცებს და ძალიან ბევრ გაუგებრობებს დაალაგებთ, ხო? ძალიან ბევრ კითხვის ნიშნებს დაალაგებთ და მიხვდებით, რომ რაღაცნაირად აღარ გინდათ, რომ მხოლოდ თქვენ იყოთ ჩართული გარკვეულ საკითხებში და სხვა დანარჩენი ადამიანები უბრალოდ რაღაცნაირად ფონს გიქმნიდნენ, ხო? ასევე სულ მალე გექნებათ ის სიახლე ჩემო ძვირფასებო, რომ რაღაცა ახალ გზაზე გადიხართ, ვნახოთ რას ეხება ეს სიახლე. ვნახოთ რას ეხება ეს სიახლე. ეს სიახლე ეხება იმას, რომ გადაწყვეტთ ნამდვილად, რომ უფრო მეტად გონივრულად მომართოთ საკუთარი რესურსები, უფრო მეტად გონივრულად მომართოთ საკუთარი ფინანსები და უფრო მეტად გონივრულად დაალაგოთ თქვენი პრიორიტეტები. აი ეს სიახლე, ანუ გადააფასებთ და გადაალაგებთ თქვენს შეხედულებებს ზოგადად იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ შრომობთ, როგორ შრომობთ, რას იღებთ ამის სანაცვლოდ და რამდენად ადეკვატურია ეს ყველაფერი თქვენთან მიმართებაში, ხო? მთლიანობაში ძალიან კარგი სიახლეები მოდის ნამდვილად, მე მომწონს აქ რასაც ვხედავ, უბრალოდ ეცადეთ, რომ თავები ძალიან არ გადაიტვირთოთ, იმიტომ რომ ეს მაინც და მაინც კარგი არ არის ჩემო ძვირფასო მეორე ვარიანტო, ხო? თავები დაინდეთ ცოტა და გადავედით მესამე ვარიანტზე. წითელი იასპი ვინც აერჩია, თქვენთან რა სიახლე მოვა სულ მალე, უკვე მოიჩქარის ეს სიახლე. უკვე მოიჩქარის ეს სიახლე, თქვენსკენ მოიჩქარიან ეს მოვლენები უკვე თქვენსკენ. რას ეხება ეს მოვლენები, მოდით ვნახოთ. რა მოვლენები მოიჩქარიან თქვენსკენ? ჩემო ძვირფასო მესამე ვარიანტო აქ არის ძალიან ესეთი დიდი გაფრთხილება, რომ შესაძლებელია თქვენი რესურსი, ამ შემთხვევაში ფინანსური რესურსი, აი ესე მინდა რომ გითხრათ, წაიღოთ არასწორი მიმართულებით, აქ უფრო მეტად გიახლობთ და უფრო მეტად გაფრთხილება არის, ახლა რაც მე მინდა რომ გითხრათ, იმიტომ რომ საერთოდ შეიძლება სხვა მოლოდინები გქონდათ, მაგრამ შესაძლოა არ დადგეს ის მოლოდინები, რაც თქვენ ელოდებოდით. ამიტომ ძალიან ფრთხილად იყავით, რომ არ ჩადოთ თქვენი ინვესტიცია, ფინანსები, არ ჩადოთ რაღაცა
დიდში ისეთში რომ დანაკარგმა მერე შეიძლება ძალიან აგანერვიულოთ და ძალიან ასე იგი აღარ მოგცეთ საშუალება რომ იგრძნოთ სიმყარე ფეხებ ქვეშ ხო სიახლე არის ის რომ თუ მაგალითად უკვე უკვე რაღაცა გარკვეულ მოლოდინებს გაქვთ მოლოდინები გარკვეულ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით და უკვე არის ეს მოლოდინის რეჟიმი, მე ასე ვიტყოდი, რომ შეიძლება ამ მოლოდინის რეჟიმა მაინც და მაინც არ გაამართლოს, ანუ ვიცით, როგორი შეგრძნება მაქვს, რაღაცაში ჩადეთ ენერგია, რაღაცაში ჩადეთ რესურსი და ეხლა ელოდებით უკუ პასუხს, მაგრამ ეს უკუ პასუხი განმეორდები, რომ ან სრულფასოვნად არ იქნება თქვენთვის მოსაწონი და სრულად ვერ მიიღებთ იმ ფონს, რომელიც თქვენ გინდათ, ან ეს არ იქნება თქვენთვის თლად, ასე ვთქვათ, სასიამოვნო შედეგზე გასვლა, რამაც შეიძლება, რა თქმა უნდა, გამოიწვიოს მერე კონფლიქტები, გამოიწვიოს ურთიერთობების გამორკვევები და მოდით ნახოთ realობაში რას ეხება ეს ყველაფერი. მე უფრო ხედავ და ვკითხულობ ამას, როგორც ადამიანებს შორის ურთიერთობას ფინანსებთან დაკავშირებით უფრო მეტად მოდის ეს ყველაფერი. რას ეხება ეს ათიანების ხმლები, პენტაკლების მეფეს ეხება და არკანი ვარსკვლავი. ხო, რაღაცა აი თვითშეფასებაზე ძალიან იმოქმედებს თქვენს თვითშეფასებაზე ის ყველაფერი, რაც მოხდება და ნამდვილად შეეცდებით, რომ ყველანაირად შეეწინააღმდეგოთ თქვენთვის არასასიამოვნო შედეგის დადგომას. ხო, სხვათა შორის ეს ასევე შესაძლებელია, ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხებოდეს ყველას არ ეხება, ამას ხაზი იმიტომ უსვამ, რომ ეს ინფორმაცია უნდა მოისმინონ ერთეულმა ადამიანებმა. თუ ეს ამბავი ეხება ჩემო ძვირფასებო სასიყვარულო სამკუთხედში ყოფნას, მაშინ ამ შემთხვევაში მიხვდებით, რომ თქვენი კონკრეტული პარტნიორი სათავისოდ თამაშობს იმ როლს, იმ პოზიციას თქვენთან მიმართებაში, რაც მისთვის არის კომფორტული, მაგრამ არა თქვენთვის და საბოლოო ჯამში თუ მაგალითად თქვენ ბრძანდებით მეუღლე და ამ შემთხვევაში ესეც შესაძლებელი იყოს ეს სცენარი და თუ პარტნიორთან ურთიერთობა დაგეძაბებათ და რაღაცნაირად იგრძნობთ უახლოეს მომავალში რომ რაღაცა ფლად რიგზე არ არის, რა ვიცი, მიაქციეთ ყურადღება, იმიტომ რომ შეიძლება ვინმე მესამე პირები ცდილობდნენ თქვენ შორის უხეშად ჩადგომას, ხო? განმეორდები ეს ინფორმაცია ეხება ძალიან ერთეულს, განმეორდები იმ სიტუაციაში, თუ ურთიერთობები დაიძაბება პარტნიორებს შორის, მაგრამ თუ სამკუთხედი არის, ამ შემთხვევაშიც განმეორდები, რომ მეორე ადამიანი, ანუ ამ შემთხვევაში მამაკაცი თამაშობს მისთვის სასარგებლო პოზიციას, თან თამაშობს, ისედაც და ასედაც თამაშობს იმ სასარგებლო პოზიციას, რომელიც მას აწყობს და მას უნდა. ამიტომ თქვენთვის ეს იქნება არაკომფორტული როგორ სიტუაციაში და რომელი პოზიციიდანაც არ უნდა მიყურებთ ცოლის თუ მესამე პირის, ხო? და ამ შემთხვევაში ნამდვილად უფრო მეტად მინუსებში იქნებით თქვენ, მოდი ასე ვთქვათ, ამიტომ ჯობია რომ რაღაცნაირად ყველაფერი რაც იწელება, რაც გაუგებარია, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, დააყენოთ და წამოწიოთ წინ და გაშალოთ ეს საკითხი საკუთარ თავთან პირველ რიგში და გაერკვიოთ ამ ურთიერთობის ავკარგიანობაში და რაღაცნაირად დაალაგოთ თქვენი აზრები, გეგმები და შეფასებები კონკრეტულ პიროვნებასთან მიმართებაში, ეს ეხება ძალიან ერთეულებს, მაგრამ მთლიანობაში ინფორმაცია არის შემდეგი, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეთ ფინანსური რესურსის და ფინანსური ენერგიის ჩადებას ისეთ სივრცეებში, გასესხებას, იმიტომ რომ ეს შეიძლება დანაკარგისკენ წავიდეს, ხო? ან სესხის აღებას ვთქვათ რაღაცა საქმის გამოსვლის ნაწილში, განმეორდები ეს არ არის ამისათვის კარგი პერიოდი. და ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია თუ კი უკვე დაწყებული ან რაღაცას ელოდებით, განმეორდები ან სრული ფორმით არ მოვა ისე როგორც თქვენ გინდათ, ან არ გაამართლებს სამწუხაროდ.
ისე როგორც თქვენ გინდოდათ და აშკარად მიხვდებით, რომ ადამიანი თუ ადამიანები თქვენს გვერდით და თქვენს რეალობაში მაინც ვთქვათ კეთილსინდისიერები არ იყვნენ თქვენთან მიმართებაში. აი ესეთი მესამე ვარიანტი ცოტა ისეთი არის ინფორმაციულად, თუმცა შეიძლება ორივე და სამივე ინფორმაციაცა გაშხერდა შეგეხოთ რაღაცნაირად, ყველა იცით ახლა ვინ რა მომენტს შეიხებს ჩემს საჯარო გაშლებში, დანარჩენი კი გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს, თქვენთან იყო არის და იქნება ნინო. შეხვედრამდე.